ბათუმში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ორგანიზებით გამართული შეხვედრის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. მსგავსი შინაარსის შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ახალქალაქსა და ზუგდიდში. გასულ წელს 3 მილიონ ლარამდე ჩამოვაწერეთ ჩვენ მომხმარებლებს არასწორად დარიცხული ან ზედმეტად დარიცხული თანხების სახით. ისევე როგორც ვნახეთ თითეული მათი კომუნალური წვეტებთან დაკავშირებული პრობლემა. ბევრი მათგანი გადავჭერით და გარდა ამისა გავზარდეთ კომუნალური კომპანიების საინვესტიციო ხარჯები იმისათვის, რომ მომავალში მეტი პრობლემა მოწესრიგდეს და შესაბამისად მომხმარებელი ყავდეს უკეთოს უზრუნველყოფილი. Ჩვენ მთავარი მიზანია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობა გვაძლევს ჩვენს მომხმარებელს საშუალებას, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას და რომელიც აღმასრულებელი არის შესაბამისად ჩვენი მარეგულირებელი უწყებები მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენი უწყების გადასახედიდან გეტყვით, რომ 2 წელია რაც ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობთ. 1500-ზე მეტი განაცხადი გვაქვს განხილული, 90%-ზე მეტი მომხმარებელი სასარგებლოდ არის რეალურად გადაწყვეტილი და დაახლოებით 1 მილიონია ის თანხა, რაც ჩვენ ჩართულობის შედეგად პირდაპირ სარგებელი თანხის უკან დაბრუნების სახით მიიღეს მომხმარებლებმა.